მშვიდობისა მოკლედ დღის მთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში მუშაობს. პატარ-კაციშვილებთან ერთად იმედში ძველი ლოგოც დაბრუნდა. ელვისის სწრაფით განვითარებული მოვლენები, შეჩერებულია საინფორმაციო პროგრამები, შეიცვლება საკადრო და სარედაქციო პოლიტიკა. ის, ვინც თვლის, რომ იმედში არ უნდა დარჩეს ჯობს თავად წავიდეთ, ასეთია ბადრი პატარ-კაციშვილის ოჯახის მოთხოვნა. პასუხგაუცემელია კითხვები, როგორ მოხდა იმედის პატარ-კაციშვილებისთვის დაბრუნება და რა შეთანხმება შედგა ტელევიზიის კანონიერ და უკანონო მფლობელებს შორის. იმედის შემდეგ რიგში დგას რუსთავი 2, ამჯერად მიმართვას ავრცელებს ქიბარ-ხალვაში და სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებს მოუწოდებს დროზე დატოვონ ტელეკომპანია, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების ზეწოლით რამდენჯერმე გაიყიდა. სამსახურიდან წასულ თანამშრომლებს ქიბარ-ხალვაში უმუშევრობის პერიოდში ხელფასის ანაზღაურებას პირდება 9 საათზე, როდის ბრუნდება ხალვაში საქართველოში და როგორ აპირებს რუსთავი 2-ის დაბრუნებას. ძველი სახეები ახალ თანამდებობებზე არჩევნების შემდეგ სასწრაფო წესით დანიშნული გუბერნატორები და თვითმმართველობისთვის გადაცემული ძვირადღირებული ავტომანქანები, რომლებიც სამინისტროებს ჩამოართვეს, რის ხარჯზე გეგმავს გაძლიერებას სააკაშვილი, რის მთავარ გამოშვებაში თვითმმართველობებზე გაკეთებული ფსონი და სააჭო რეპუტაციის მქონე გუბერნატორის დაბრუნება ძველ პოსტზე. 9 საათზე რაც გამოიძიებს თინა ხიდაშელი პარლამენტში, 3 მიმართულება, საქმეები, რომელიც წლების მანძილზე თაროებზე იყო შემოდებული. დღის მთავარ გამოშვებაში, როგორ აპირებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მომავალი თავმჯდომარე გახმაურებული მკვლელობებისა და ქონების ჩამორთმევის ფაქტების გასაჯაროებას, კომისია, რომელმაც 8 წლის მანძილზე დაგროვილი დანაშაულებები უნდა გამოიძიოს. ეს და დღის სხვა მთავარი ამბები მეცხრე არხზე ზუსტად 9 საათზე დაელოდეთ დღის მთავარ გამოშვებას. დროებით.